ირანმა ახალი სამხედრო ზეწოლის ტალღა წამოიწყო სპარსეთის ყურეში და თავისი მცირე წყალქვეშა ნავები მზადყოფნაში მოიყვანა ჰორმუზის სრუტეში. ამ ორშაბათს 2026 წლის 11 მაისს. კრიზისი გამწვავდა მას შემდეგ, რაც უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმები განხორციელდა არაბთა გაერთიანებულ საემიროებზე და მტრული მოძრაობა დაფიქსირდა ქუვეითის საჰაერო სივრცეში. სათუთო გემი დაზიანდა კატარის მახლობლად. ასევე დადასტურდა, რომ ირანის გადირის კლასის წყალქვეშა ნავები ოპერირებენ რეგიონში. ისლამური რევოლუციური გვარდიის მცდელობით, რომელიც ირანის სამხედრო დიქტატურას აკონტროლებს, შეიზღუდოს ნავიგაცია, მოახდინოს ზეწოლა არაბულ ქვეყნებზე, გამოიწვიოს გამოწვევა შეერთებული შტატებისთვის და აჩვენოს, რომ რეჟიმს ჯერ კიდევ შეუძლია ტერორის გამოყენება მთელი ნავიგაციის დასაშლელად და ეკონომიკებისთვის უზარმაზარი ზიანის მისაყენებლად. დეტალია ის, რომ ამ რეჟიმის წინააღმდეგ ამ მომენტში დიდი საერთაშორისო კოალიცია ყალიბდება. ახლავე ყველაფერს გეტყვი. მაგრამ ეხლა შენ გინდა რომ არხზე გამოწერილი იყო, რათა ინფორმირებული დარჩე. რეალურ დროში ინფორმაცია საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავს. სანდოობის სტანდარტით მილსონ ალუესი. თავარი საკითხი პირდაპირია. ირანმა რამდენიმე ფრონტზე მიიტანა იერიში, მაშინ როცა აცხადებდა, რომ დიპლომატიურ გამოსავალს ეძებდა. არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა განაცხადეს, რომ მათმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანიდან გამოშვებული 2 დრონი გააჩერეს მსხვერპლის გარეშე. ქუვეითმა განაცხადა, რომ 10 მაისის განთიადზე მის საჰაერო სივრცეში მტრული დრონები დააფიქსირა და სამხედრო პროტოკოლების შესაბამისად უპასუხა. კატარში სატვირთო გემი, რომელიც აბუ-დაბიდან კატარის წყლებისკენ მიემართებოდა, დრონმა დააზიანა, რის შედეგადაც მცირე ხანძარი გაჩნდა, თუმცა ცეცხლის ლოკალიზების შემდეგ გემმა გზა გააგრძელა. ირანმა თავისი პასუხი შეერთებული შტატების წინადადებაზე პაკისტანელი შუამავლების მეშვეობით გააგზავნა. მაგრამ დონალდ ტრამპმა ირანის პასუხი სრულიად მიუღებლად მიიჩნია. სანამ დიპლომატები ცდილობდნენ კარის ღია დატოვებას, რევოლუციური გვარდია სამხედრო თეატრს აძლიერებდა. და სწორედ მაშინ შემოვიდნენ წყალქვეშა ნავები კრიზისის ცენტრში. ხსენებული წყალქვეშა ნავები გადის კლასისა, პატარა ხომალდები, რომლებიც განკუთვნილია მეჩხერ წყლებში ოპერირებისთვის, მცირე ეკიპაჟით და დაკვირვების ჩაჭრისა და შეტევის შესაძლებლობით. ისინი შექმნილია დასამალად, დაკვირვებისთვის, რადარების დასაბნევად, სავატრო გემების დასაშინებლად და მუდმივი საფრთხის შესაქმნელად ვიწრო გასასვლელში. ეს ის ტიპის იერარქია, რომელსაც ირანის დიქტატურა იყენებს, მაშინ როცა იცის, რომ არ აქვს ძალა პირდაპირ შეებრძოლოს შეერთებულ შტატებს. ღია ბრძოლის ნაცვლად ისინი ეყრდნობიან ნისლს, მოულოდნელობასა და ფსიქოლოგიურ ზეწოლას სატვირთო გემებზე, ნავთობის ტანკერებსა და საზღვაო ესკორტებზე. ირანულმა მედიამ ასევე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ არმიის წყალქვეშა ნავები აკვირდებოდნენ და აჩერებდნენ ხომალდებს ჰორმუზის სრუტეში, მაშინ როცა სპეციალიზებულმა გამოცემებმა გაავრცელეს ცნობები, რომ გადიები მაღალ მზადყოფნაში იმყოფებოდნენ. თავდასხმა სატვირთო გემზე კატარის მახლობლად ყველაზე მგრძნობიარე წერტილია, რადგან ეს აჩვენებს, რომ მუქარა რეალურ ზიანში გადაიზარდა. სამხრეთ კორეამაც დაგმო თავდასხმა კორეული კომპანიის მიერ ოპერირებულ გემზე ჰორმუზის სრუტეში. მას შემდეგ, რაც დუბაიში ჩატარებულმა ანალიზმა გემზე მნიშვნელოვანი დაზიანებები დაადასტურა. სამხრეთ კორეის მთავრობამ განაცხადა, რომ თავდასხმა გაუმართლებელი იყო და პირობა დადო, რომ პასუხს გასცემს, როდესაც დამნაშავე დადგინდება. ირანმა უარყო პირდაპირი პასუხისგებლობა, მაგრამ დონალდ ტრამპმა თეირანი დაადანაშაულა გემზე სროლაში და მოითხოვა მხარდაჭერა საზღვაო მარშრუტების დაცვისთვის. ამავე დროს გაერთიანებულმა სამეფომ და საფრანგეთმა გააძლიერეს საზღვაო მოძრაობა. ბრიტანული გამანადგურებელი HMS დრაგონი რეგიონში გაგზავნეს საერთაშორისო მისიის ფარგლებში, რათა დაიცვან სავაჭრო გემები და მხარი დაუჭირონ საზღვაო უსაფრთხოებას. ირანმა პირდაპირი მუქარით უპასუხა და განაცხადა, რომ უცხოური ძალები, რომლებიც მის ინტერესებს დაუპირისპირდებიან, შესაძლოა დაუყოვნებლივ მიიღონ პასუხი. ეს განცხადება აჩვენებს, რომ კრიზისი რეგიონული ფარგლებიდან გამოვიდა და უკვე დიდი საზღვაო ძალების გათვლებში შევიდა. მეტად 40-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მცდელობაში, მაშინ როცა თეირანი ცდილობს თითოეული უცხოური გემი პოლიტიკურ სამიზნედ აქციოს. შეერთებული შტატების რეაქცია მკაფიო ლოგიკას მიჰყვება. დონალდ ტრამპი ცდილობს, რომ ირანის რევოლუციურმა გვარდიამ სამოქალაქო ნავიგაცია მძევლად არ აქციოს. პროექტი თავისუფლება წარდგენილი იყო როგორც მცდელობა, გემების ესკორტისა და გზის ხელახლა გახსნისთვის, თუმცა ოპერაცია შეჩერდა მოლაპარაკებებისა და რეგიონული წინააღმდეგობის ფონზე. ამან თეირანს მისცა შესაძლებლობა გამოეცადა საზღვრები, გაეშვა დრონები, დაემუქრებინა გემები და მცირე წყალქვეშა ნავები ზეწოლის ინსტრუმენტად გამოეკენებინა. თეთრი სახლის გათვლა ახლა მკაცრია.
თუ სუს წინადადებას დათანხმდება, ირანის რეჟიმს პოლიტიკურ გამარჯვებას გადასცემს. თუ სამხედრო პასუხს გასცემს, ზუსტად უნდა იმოქმედოს, რომ სპარსეთის ყურე უკონტროლო ომის ზონად არ იქცეს. შეერთებულ შტატებს ხავს ავიამზიდები, გემზე განთავსებული ავიაცია, უფრო დიდი წყალქვეშა ნავები, საჰაერო დაზვერვა, სატელიტები და რეგიონული მოკავშირეები. ირანს აქვს რაკეტები, დრონები, სწრაფი ნავები და მცირე ზომის ხომალდები, რომლებიც სვეთი სიარაღად გამოიყენება. ამიტომ მოულოდნელი თავდასხმა არ შეიძლება ჩაითვალოს ირანული დომინირების ნიშნად. ეს აჩვენებს დიქტატურას, რომელიც ცდილობს ყველასთვის, მათ შორის არაბული ქვეყნებისათვის, მაღალი ფასი შექმნას, რათა თავი აარიდოს მოლაპარაკების მაგიდას, სადაც არ სურს ძირუს ძირითადი საკითხების დათმობა. ეკონომიკური ნაწილი ამძიმებს საქმეს. როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნავთობის ფასი გაიზარდა მას შემდეგ, რაც ტრამპმა ირანის პასუხი უარყო და ჰორმუზის სრუტეში შეფერხებამ ბაზარზე ზეწოლა გააგრძელა. ისტორია გვიჩვენებს, რომ პატარა წყალქვეშა ნავებს შეუძლიათ უზარმაზარი ზიანის მოტანა, როდესაც ისინი დახურული რეჟიმების მიერ მოულოდნელ თავდასხმებში გამოიყენება. ყველაზე ნათელი მაგალითი კორეის ნახევარკუნძულიდან მოდის. 2010 წლის 26 მარტს სამხრეთ კორეის კორვეტი ჩეონანი ჩაიძირა ბანგიონგის კუნძულის მახლობლად, ქვითელ ზღვაში და 46 მეზღვაური დაიღუპა. სამხრეთ კორეის მიერ საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად ჩატარებულმა გამოძიებამ დაასკვნა, რომ გემი ჩრდილოეთ კორეის წყალქვეშა ნავის მიერ გაშვებული ტორპედოთი იყო დაზიანებული. ფხენიანმა უარყო ეს, თუმცა ეს შემთხვევა ასიმეტრიული ომის სიმბოლოდ იქცა. პატარა ხომალდმა, რომელიც ფარულად მოქმედებდა, შეძლო ეროვნული კრიზისის გამოწვევა. მოდერნული საზღვაო ძალების შერყევა და იმის ჩვენება, თუ როგორ იყენებენ აგრესიული რეჟიმები მოულოდნელობის ფაქტორს შოკის მოსახდენად, ომის ოფიციალურად გამოცხადების გარეშე. პარალელი ირანთან პირდაპირია მეთოდში, მაგრამ არა მასშტაბში. თეირანი იცის, რომ მისი გადილის წყალქვეშა ნავებს არ ჭირდებათ ამერიკის შეერთებული შტატების საზღების საზღვაო ძალების დამარცხება. საკმარისია შიშის, რისკისა და დაყოვნების გამოწვევა. იმის მცდელობით, რომ ზღვა შანტაჟის ველად გადააქციონ. სხვა ერებიც აჩვენებენ, თუ როგორ ცდილობენ მცირე ჯგუფები და რეჟიმები სტრატეგიული მარშრუტების დაბლოკვას პოლიტიკური ძალაუფლების მოსაპოვებლად. წითელ ზღვაში ირანის მიერ მხარდაჭერულმა ჰუთებმა დრონები, რაკეტები და მცირე ნავები გამოიყენეს სავაჭრო გემების წინააღმდეგ, რამაც აშშ-სა და მის მოკავშირეებს აიძულა შეექმნათ საზღვაო კოალიცია ვაჭრობის დასაცავად. ბევრმა კომპანიამ მარშრუტები შეცვალა, ხარჯები გაიზარდა და ერთმა მილიციამ შეძლო გლობალურ ტრანსპორტირებაზე გავლენის მოხდენა. უკრაინაში საზღვაო დრონების გამოყენებამ რუსეთის ფლოტის წინააღმდეგ შავ ზღვაში აჩვენა, როგორ შეუძლიათ მცირე იარაღებს აიძულონ უფრო დიდი ძალა უკან დაიხიოს, შეცვალოს ბაზები და დაიცვას პორტები. ეხლა შემდეგი ნაბიჯი სამ მიმართულებას მოიცავს. პირველი სამხედროა, მცირე წყალქვეშა ნავების აღმოჩენა, სატვირთო გემების დაცვა, საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და ახალი თავდასხმების აღკვეთა გემებზე. მეორე დიპლომატიურია. ირანზე ზეწოლა, რომ დათანხმდეს პირობებს, რომლებიც არ მისცემს რევოლუციურ გვარდიას თავისუფლებას, გამოიყენოს დრონები, რაკეტები და წყალქვეშა ნავები, როგორც გაცვლის საშუალება. მესამე ეკონომიკურია. კომპანიებისა და სადაზღვევო კომპანიების დარწმუნება, რომ მარშრუტს კვლავ ექნება რეალური დაცვა. ამის გარეშე ვაჭრობა კვლავ შემცირებული დარჩება და ნავთობი ყოველ მუქარაზე რეაგირებას გააგრძელებს. ირანის მოულოდნელმა თავდასხმამ კრიზისის უფრო საშიში ფაზა გახსნა. რევოლუციურმა გვარდიამ 10 მაისის დილა ძალის დემონსტრირება და აქციას სცადა. მაგრამ პასუხი, რომელიც იკვეთება სხვა, მეტი საზღვაო ძალები მიდიან რეგიონში, მეტი ზეწოლა შეერთებული შტატებისგან, მეტი იზოლაცია თეირანისთვის და ნაკლები სივრცე ირანის დიქტატურისთვის, რომ თავი მოაჩვენოს თითქოს შეუძლია მსოფლიო ვაჭრობაზე თავდასხმა ფასის გადახდის გარეშე. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღეს სიმართლით კარგად ინფორმირებული გყავდე. ახალი ამბების ბულები ვიდეოს აღწერაშია. დაუწექი ლაიქი ამ ვიდეოს, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო. ნახვამდის, მილსონ ალვესი.